თქვენ იმყოფებით დილის სამინისტროში. დილის სამინისტრო. მდგრადი გართობა დემოკრატიული საქართველოსთვის. კიდევ ერთხელ მოგესალმებით, დილამ მშვიდობის სახანგრძლივი რეკლამის შემდეგ დავბრუნდით პირდაპირ ეთერში. 22 მარტს პაციენტისა და ექიმის დღე აღინიშნება. პირველად ჩვენს ქვეყანაში სწორედ დღეს პაციენტისადმი კეთილგანწყობილი კლინიკები გამოვლინდებიან. ვინ მიიღებს ამ ტიტულს და რა ტიპის ურთიერთობა უნდა არსებობდეს პაციენტსა და ექიმს შორის? დღეს დილის სამინისტროს სტუმარი გახლავთ გივი ჯავაშვილი, ბიოთეკის საზოგადოების თავმჯდომარე. სწორედ ბიოთეკის საზოგადოება გახლავთ ინიციატორი აღინიშნოს ეს დღე ჩვენს ქვეყანაში. დიდი მადლობა ბატონო გივი, რომ ხართ გადაცემაში სტუმრად. ბატონო გივი, თავდაპირველად დავიწყოთ დღევანდელ დღეზე, პირველად ტარდება ჩვენს ქვეყანაში და ამ ღონისძიების მიზანზე რომ ვისაუბროთ. გმადლობთ კიდევ ერთხელ მოწვევისთვის. მიზანი ასეთია. ჩვენი მუშაობა დაიწყო პაციენტის უფლებების დაცვით და დიდი ხნის გამოცდილება გვაქვს 20 წლისთავი არის ჩვენი ორგანიზაციის არსებობის საზოგადოების. ნახვის განმავლობაში ჩვენ კიდევ ერთხელ დავწმუნდით და საყოველთაო ცნობილია, რომ დიდი პასიულობა ჯანდაცვის სისტემაში არის ექიმის და პაციენტის, სამედიცინო პერსონალისა და პაციენტის ურთიერთობა, რასაც გაფრთხილება სჭირდება. უფლებების დაცვის მოძრაობა ერთგვარად გამოიწვია პოლარიზაცია და დაპირისპირება, რაც ამ ჩვენი საქმიანობის და არც დღევანდელი საზოგადოების მიზანი არ შეიძლება რომ იყოს. და ჩვენ მიზნად დავისახეთ ამ ურთიერთობის გაფრთხილება, დათბობა, ჰუმანიზაცია და თანამშრომლობისათვის ხელშეწყობა. სწორედ ამიტომ ჩვენ გადავწყვიტეთ აღნიშნოთ არა პაციენტის უფლებების დღე, არა სამედიცინო პერსონალის დღე, არამედ პაციენტისა და ექიმის დღე. რომ თანამშრომლობის საფუძველზე უფრო მეტი შეძლო ჩვენი პაციენტებისათვის. ჩვენ დილიდან ვსაუბრობთ, რა ტიპის ურთიერთობა უნდა არსებობდეს პაციენტსა და ექიმს შორის. თქვენ როგორ ფიქრობთ, რა ტიპის უნდა იყოს ეს ურთიერთობა? თქვა ძალიან საქმიანი, უნდა იყოს თქვა მეგობრული, პირდაპირ უნდა მეუბნებოდეს თქვა ექიმი დიაგნოზს, შესაბამისად იქცეოდეს თქვა ჩემი ოჯახის წევრებთან მიმართებაში, თუ კიდე არსებობს თქვა რაღაცა კომუნიკაციის სხვა ეგრეთ წოდებული უნივერსალური ენა. რა არის თანამედროვე სტანდარტი? ხშირად არის ხოლმე გაგვიგია საუბარი, რომ თქვათ რაღაცნაირად მორიდების მომენტი ხდება მძიმე დაავადებებთან მიმართებაში და ექიმი პირდაპირ არეუბნება პაციენტს ამ თქვათ თავის დიაგნოზს და ხშირად შემდეგ გარკვეულ პრობლემებს უკავშირდება ხოლმე თქვათ ეს რაღაც ინფორმაციის დამალვა, ასე ვთქვათ. გმადლობთ, ძალიან კარგი კითხვაა და სასიხარულოა ჩემთვის, რომ მედიაში ამ თემაზეა საუბარი. ჩვენ პასუხს დავიწყებდით ძალიან ცნობილი ექიმის გამონათქვამიდან, ეს არის სერ უილიამ ვოსლერი, რომელიც ითვლება ამერიკის თანამედროვე მედიცინის ფუძემდებლად. ის ამბობდა, რომ კარგი ექიმი მკურნალობს დაავადებას, დიდი ექიმი მკურნალობს პაციენტს, რომელსაც დაავადება აქვს. აქ ხაზი ესმება იმ გარემოებას, რომ თანამედროვე მედიცინა უნდა იყოს პაციენტზე ორიენტირებული, პიროვნებაზე ორიენტირებული, მის პატივისცემაზე და მისი ფასეულობების აღიარებაზე ორიენტირებული. აქედან გამომდინარე, თანამედროვე მიდგომა ასეთია, რომ სურვილი ასეთია. ბევრი ამაზე საუბარი პრაქტიკას ხვალ ამის გვიჩვენებს, როგორც ჩვენგან ისე საზღვარგარეთ, მაგრამ მიდგომა ასეთია, რომ მნიშვნელოვანი იყოს ექიმისთვის ვის მკურნალობს და ერთი და იგივე დაავადების თუ ერთი და იგივე ინფორმაციის მიწოდება ხდება განსხვავებულად იმის დამეხოდით როგორი პაციენტი ხავს ექიმს. აქედან გამომდინარე თანამედროვე ექიმი ძალიან უნდა იყოს დაინტერესებული მისი პაციენტის პიროვნებით, თავისებურებებით, კულტურული, ტრადიციული განსხვავებულობით. და აქედან გამომდინარე ინფორმაციის მიწოდებას მისავე ინდივიდუალს უნდა მიუსადაგოს და მკურნალობაც მის თავისებურებას უნდა მიუსადაგოს. ზოგ შემთხვევაში პირდაპირ მკაფიოდ საუბრობ პაციენტთან ამა თუ იმ თემაზე, ზოგჯერ ვაკვირდებით, დრო გჭირდება შევისწავლოთ მისი თავისებურება და ასე გადავწყვიტოთ როგორ ჯობია მისთვის. ყველა შემთხვევაში ეს არის თანამშრომლობა. ჩემი მასწავლებელი პროფესორი გურამ გიგნაძე, რომელიც დღეს მონაწილეობას იღებს ამ ღონისძიებებში, რომელიც პაციენტისა და ექიმის დღეს გაიმართება, ის აღნიშნავს ხოლმე, რომ აუცილებელია ეგრეთ წოდებული თერაპიული ალიანსი. თერაპიული ალიანსი ნიშნავს ექიმის და პაციენტის და ექიმის თანამშრომლობას, რომლის გარეშეც კარგი შედეგი ვერ მიიღწევა. მეუხერხლობაში მაქვს მკურნალობის შედეგი. პაციენტის უფლებებზე რომ ვისაუბროთ, რეგიონებში თქვენ საინფორმაციო კამპანია ჩაატარეთ, რომ რეგიონებში გაიმართა ეს შეხვედრები და რომ თქვათ რამდენად იციან პაციენტებმა მათი უფლებების შესახებ და რა იციან, თქვათ რომ გითხრათ.
მიუხედავად იმისა, რომ ჩვენს ქვეყანაში პაციენტის უფლება როგორც ასეთი საკანონმდებლო ენაზე გაცხადდა ზუსტად 20 წლის წინ, ეს იყო ჯანმრთელობის დაცვის კანონი 1997 წელს, ცოდნა ამ სფეროში ჯერ კიდევ საკმაოდ დაბალია. ჩვენ ვიყავით 5 რეგიონში 10 რაიონში, ეს იყო რაჭა, სამეგრელო, გურია, აჭარა და კახეთი, ასევე ვიყავით პანკისის ხეობაში და ჰქონდა შეხვედრები სრულიად სხვადასხვა წარმომადგენლებთან საზოგადოების, ეს იყვნენ მოქალაქეები, უბრალოდ რასამთავრობო ორგანიზაციები, სამედიცინო პერსონალი, ჟურნალისტები, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, სტუდენტები, სკოლის მოსწავლეები. და ჩვენი მცდელობა იყო ასეთი, რომ გაგვესნო პაციენტის უფლებები და მეორე მხრივ აი ეს მიზანი, რაზეც მოგახსენეთ, ექიმსა და პაციენტს შორის თანამშრომლობის და ურთიერთობის დათბობის მნიშვნელობისთვის ხაზგასმა იყო ჩვენს მნიშვნელოვანი. ყველაზე ხშირად თქვათ, როდესაც პაციენტის უფლებები ირღვევა, რა კონტექსტში განიხილება ეს თქვათ, რა ტიპის უფლებების დარღვევაზეა ლაპარაკი? ყველაზე ხშირად ირღვევა ეგრეთ წოდებული პაციენტის ავტონომიის პრინციპი. ეს ავტონომია გულისხმობს პაციენტის მონაწილეობას გადაწყვეტილების მიღებაში. სტუდენტებს როცა ვასწავლით, მე ასევე გახლავთ სამედიცინო უნივერსიტეტის მასწავლებელი. პირველ-მეორე კურსზე ვუხსნით, რომ გადაწყვეტილების მიმღები არის პაციენტი. ექიმის თავაზობ, ჩვენ თავაზობთ პაციენტებს, ვასწავლთ ალტერნატივებს, რა შესაძლებლობები არსებობს, მაგრამ გადაწყვეტილების მიმღები არის პაციენტი. აქედან გამომდინარე, დღევანდელ დღეს ყველაზე ხშირად ჩვენი დაკვირვებით, ჩვენ გვაქვს პაციენტის უფლებების ხელი ხაზისა და ჩემოდიზარები, სწორედ ეს ირღვევა. მიუხედავად იმისა, რომ პაციენტი იღებს მომსახურებას, რა აღმოჩნდება ძალიან ხშირად, რომ მას ბოლომდე არ აქვს გაცნობიერებული, რას თავაზობენ, რა არის ალტერნატივები, რა არის პროგნოზი, რა არის მოსალოდნელი, რომ არაფერი ვთქვათ ორგანიზაციულ და ფინანსურ ასპექტებზე. თქვენ ხელი ხაზი ახსენეთ, ყველაზე უფრო მეტად რას ჩივიან პაციენტები, რაზეა ლაპარაკი ვთქვათ, ის რომ ვთქვათ აირღვა მათი კონფიდენციალურობა თუ რაღაცა კონკრეტულ ვთქვათ დაავადებასთან მიმართებაში გაიგო მესამე პირმა ეს დაავადება, თუ ვთქვათ ისე არ მოხდა მკურნალობა როგორც საჭიროა, თუ იგივე ვთქვათ ფინანსური დანახარჯი აღმოჩნდა იმაზე მეტი ვიდრე თავიდან მოხდა ამის კალკულაცია და დაანგარიშება. ყველა ის საკითხი, რაც თქვენ ჩამოთვალეთ, ოღონდ დაწყებული ბოლოდან. ყველაზე ხშირი არის ფინანსური ხელმისაწვდომობის პრობლემა, როდესაც ან არიციან როგორ ხდება მიიღონ ეს მოსახურება, ფასი ხარჯი მათ მოლოდინს აღემატებოდა, შემდგომ არის უკვე მოსახურების ხარისხი, როცა პაციენტი ფიქრობს, რომ ხარისხის პრობლემაა, თუმცა ეს ყოველთვის არ დასტურდება და ბოლოს ეს არის ინდივიდუალური უფლებები, როცა საუბარია პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობაზე, კონფიდენციალურობის დარღვევაზე და მსგავს საკითხებზე. პაციენტისადმი კეთილგაწყობილი კლინიკები წელს პირველად გამოვლინდებიან, აი რას გულისხმობს ეს კამპანია, რომ გითხრათ და რა კრიტერიუმებით მიანიჭეთ ეს ტიტული კლინიკებს? როგორც თქვენ აღნიშნეთ, პირველად ხდება ეს ჩვენს ქვეყანაში და მისი მიზანი სწორედ ეს არის, რომ ხელი შეუწყოთ ამ ურთიერთობის დათმობას. აქედან გამომდინარე, გადაწყვეტეთ შეგვემუშავებინა კრიტერიუმები, ის ინფორმაცია გამოვიყენეთ, რაც შემოდიოდა ხელი ხაზით. ამას გარდა ჩვენ ჩავატარეთ სამედიცინო პერსონალის საჭიროების კვლევა, აი რა უშლის სამედიცინო პერსონალს ხელს, რომ დაიცვას პაციენტის უფლებები. ყოველივე ამის საფუძველზე გამოყავით 3 დიდი ბლოკი საკითხებისა, კრიტერიუმებისა. პირველი ეს არის კლინიკის გარემო, სამუშაო გარემო ექიმისთვის და პაციენტისათვის ყოფნისა და სამედიცინო მომსახურების მიღების გარემო. მეორე ეს იყო შიდა რეგულაცია კლინიკის, შიდა განაწესი, რა პროცედურები აქვს მას, რაც ეს ხელს უწყობს პაციენტის უფლებების დაცვას და ბოლოს მესამე იყო სამედიცინო პერსონალის мотиваცია, მომზადება, მათი გათვისნობიერება პაციენტის უფლებებისა და თანამედროვე სამედიცინო ეთიკის საკითხებში. აი ამ 3 დიდი ბლოკის ქვეშ იყო ჩამოწერილი საკითხები, კრიტერიუმები, რომელიც დაეგზავნა კლინიკებს, მათ გაიცნეს ეს მასალა, შემდგომ მოემზადნენ ჩვენი ვიზიტისათვის. ჩვენ ვიყავით, ჩვენ 20-მდე მსურველი იყო დასაწყისში კლინიკა, შემდგომ შემცირდა მათი რაოდენობა, როცა გაიცნეს კრიტერიუმები, ნაწილმა მერე დატოვა ეს პროცესი და დაგვჭირა სულ 9 ასეთი კლინიკა, რომელსაც ჩვენ მივანიჭებთ ამ წოდებას. პაციენტსადმი კეთილგანწყობილი კლინიკის წოდებას. მე მგონი ყველაზე მნიშვნელოვანი აღიარებაა, სწორედ ეს აღიარება და მე ახლა საშუალება მაქვს პირდაპირ ეთერში მეორე ნოსირის სამედიცინო დაწესებულების წარმომადგენელს ქალბატონ თეა სახოკიას გავესაუბრო, მან მიიღო ეს ტიტული, ამდენადაც მაქვს ინფორმაცია. ქალბატონ თეა, დილამშვიდობისა.
მადლობა რომ უერთდებით გადაცემას. მე პირველ ყოვლისა გილოცავთ, მე მგონი ეს ძალიან მნიშვნელოვანი ტიტულია. რამდენად არსებობდა მოლოდინი, რომ სწორედ თქვენი დაწესებულება მიიღებდა ვთქვათ ამ საჩუქარს პრიზს? გულშემატკივრად გეტყვით, ეს ჩვენთვის ძალიან დიდი მოლოდინება იყო, გამომდინარე იქიდან, რომ პირველადი ჯანდაცვის სამედიცინო დაწესებულებები ნაკლებად არის ასეთ პროექტებში ჩართული და მიხარია, რომ ამ პროექტში მონაწილეობის საშუალება მომეცა. ეს არის დიდი სტიმული თითოეული ჩვენი თანამშრომლისთვის უფრო მეტად ვიყოთ მოტივირებული ჯანდაცვის პროგრამების სწორად და მიზნობრივად მიწოდებისათვის. ეს არის უდიდესი სიხარული ჩვენთვის. რამდენად მოლოდინობა იყო გულშემატკივრად გეუბნები. ძალიან კარგი, როგორ ფიქრობთ, ამ პროექტში მონაწილეობა მიიღო, ვინც ინიციატივა გამოიჩინა და ვინც ორგანიზება გაუკეთა. კი ბატონო. მაინც აი როგორ ფიქრობთ, რა კრიტერიუმი აღმოჩნდა ის უმთავრესი, რამაც თქვათ თქვენ მოგანიჭათ ეს ტიტული და აღიარება? ჩვენთვის ცოტა ძნელია ამ საკითხზე საუბარი, ვინაიდან საკუთარ თავზე და საკუთარ შესაძლებლობებზე მიწევს საუბარი, ეს უკვე შეაფასეს იმ ადამიანებმა, ვინც ჩვენზე უფრო მეტად კომპეტენტური ამ საკითხში. ვფიქრობ, უმთავრესი იყო ის, რომ პაციენტი ყოველთვის იყო და არის პრიორიტეტული ჩვენი დაწესებულებისთვის. მთავარი ის არის, რომ პაციენტმა მიიღოს სრულფასოვნად ის სახელმწიფო პროგრამები, რომელიც დაფინანსებულია სახელმწიფოს მხრიდან და მიიღოს აუცილებლად უწყვეტ რეჟიმში. ამას ვცდილობთ თელეგულის დიდი მადლობა ქალბატონ თეა, წარმატებებს გისურვებთ. მსმენელს შევახსენებ, რომ პირდაპირ ეთერში ვესაუბრებოდით თეა სახოკიას, მეორე ნოსირის სამედიცინო დაწესებულების წარმომადგენელს. ვფიქრობ, რომ ალბათ ძალიან მნიშვნელოვანია, როდესაც ამ დარგში ხარ, ემსახურები პაციენტებს, ამგვარი აღიარება გქონდეს. კიდევ რომელ კლინიკებს და დაწესებულებებს აქვთ მსგავსი აღიარება? ეს არის ხულოს სამედიცინო ცენტრი, ეს არის ქედის სამედიცინო ცენტრი, ეს არის ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტის კლინიკა, რომელიც ძალიან კარგად იყო მომზადებული ამ პროცესში მონაწილეობისთვის. ეს არის თელავის ბავშვთა საავადმყოფო, ასევე გახლავთ დუისის საექიმოს ამბულატორია და ეს გახლავთ სამი კლინიკა, ალფა მედალფას სამი კლინიკა, ეს გახლავთ ჩოხატაური, ლანჩხუთი და ოზურგეთის სამედიცინო ცენტრები. სულ 9 საავადმყოფო მე მგონი არავინ გამორჩენია. თბილისს რაც შეეხება, თქვენ არც ერთი სამედიცინო დაწესებულება დედაქალაქიდან არ აღინიშნავთ, არ მიიღეს მათ მონაწილეობა, თქვათ ამ კვლევაში თუ ამ რაღაცა კრიტერიუმების შევსებაში, თუ რამე, თქვათ სხვა კიდევ საკითხი არსებობს ამ თემასთან მიმართებაში? მთელი ჩვენი ეს საქმიანობა დაიგეგმა ისე, რომ დაწყებული იყო მოშორებულ ადგილებიდან, რეგიონებიდან. ჩვენი საგანმანათლებლო კამპანიები, შეხვედრები, ყველაფერი დავიწყეთ ამ რეგიონებიდან და ასევე გადავწყვიტეთ, რომ პირველი კლინიკები სწორედ რეგიონებში ყოფილიყო. ყველაფერი მაინც თბილისში ხდება, ხელმისაწვდომობა უფრო მეტია, აქტივობა მეტია, სასაქმიანობაც უფრო ინტენსიურია. შესაბამისად გადავწყვიტეთ სწორედ ამ მოშორებულ ადგილებში დაგვიწყო მუშაობა რაჭაში, მაღალმთიან აჭარაში, პანკისის ხეობაში. რა ძალიან სასიამოვნოა ამ პროცესში ჩაერთო საექიმო ამბულატორიების მცირე პატარა დაწესებულებები, სადაც 2 ექიმი, ან ექიმი და ექსანის რამდენიმე პერსონალია. მათ ძალიან მოინდომეს, რაც ჩვენ ძალიან გვახარებს. აი ქალბატონი თეა საუბრობდა ახლა რამდენიმე წუთის წინ და ჩვენ აი გაოცებული აღმოჩნდით, რომ მის მცირე ამბულატორიაში ვიყავით, რომელიც მან თავისი ხელით შექმნა თავის საცხოვრებელი ბინის პირველ სართულზე. რას ამბობთ? აი მან დაიმსახურა სწორედ ეს სწორდება. კი ბატონო, თქვათ, როდესაც კომუნიკაცია მყარდებოდა ასეთი სამედიცინო დაწესებულებებთან მიმართებაში, თქვათ, რამდენად მარტივი იყო მათი დაყოლება, მათი წამოყვანა, ასე ვთქვათ, ამ კვლევისთვის, ეს რომ გითხრათ. იყო თუ არა ვთქვათ რაღაცა კონკრეტული შეკითხვები, ან თუ არ მოინდომეს ვთქვათ, არის სურვილს რა როგორ ახსნეს, რა იყო მიზეზი ამის? ჩვენ თავიდან ძალიან დიდი სიფრთხილით მივდექით ამ საკითხს, რადგან მოლოდინი ქონდა, რომ ბევრი არ დაგვეთანხმებოდა. თუმცა ეს ჩვენი მოლოდინი არ გამართლდა და უმრავლესობა გამორთვა სურვილი და
ინტერესით მოეკიდა ამ საკითხს, რამაც ჩვენ მართლაც გაგვახარა. ნაწილმა უარი თქვა, იმიტომ რომ ჩათვალეს, რომ ამ ეტაპზე არ იყვნენ მზად და აქედან დარჩა რამდენიმე კლინიკა, რომელსაც უნდა ჩვენთან თანამშრომლობა და გთხოვეს, რომ მომავალ წელს მიიღოთ მონაწილეობას. ისე რომ სრულად გულცივი ყოფილიყო ასეთი ერთი თუ ორი იყო ალბათ. როგორ ფიქრობთ, ამ ტიპის აქციები ვთქვათ, რამდენ მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ თუნდაც პაციენტის უფლებებზე დაიწყონ ლაპარაკი. მიხვდენ სამედიცინო დაწესებულებები, რომ ვთქვათ, ძალიან მნიშვნელოვანი, ვთქვათ, მთელს ამ პროცესში სწორედ პაციენტისა და ექიმის ურთიერთობაა. თუ აპრიორი ისინი ფიქრობენ, რომ არიან ყველაზე მთავარი პერსონები, რომლის იქითაც გზა არ გაქვს. არგის კითხვას და საკითხის არის ეს. არის ორი მიდგომა. ექიმზე მედიკოსზე ორიენტირებული ჯანდაცვის სისტემა და პაციენტზე ორიენტირებული ჯანდაცვის სისტემა. აი პირველი რაც თქვენ ახსენეთ, ხშირად არის ხოლმე ასე, რომ სტანდარტი, პერსონალი, მომზადება, შიდა რეგულაცია, რომელიც ორიენტირებულია პროცესებზე, მედიკოსებზე და ყველაფერი ეს რომ ხდება პაციენტისთვის, ეს ხშირად მივიწყებულია. და ჩვენ გვინდა რომ სწორედ ამას მოუბრუნდეთ, პაციენტს მოუბრუნდეთ და მასზე იყოს ორიენტირებული მთელი სისტემა. ეს მაგალითს მოგიყვებით. როდესაც პაციენტი კლინიკაში ხშირად შეზღუდულია ხოლმე მასთან ვიზიტორების მისვლა. ბევრ კლინიკაში ყველგან არ ვიტყოდი ამას. ფიქრობ, რაც პაციენტს წაადგება და მის ჯანმრთელობას წაადგება, ისე უნდა იყოს ორგანიზებული კლინიკა, სწორედ. აი ბავშვები რომ ავიღოთ მაგალითად, ბევრი კოლეგა მყავს, რომელიც ფიქრობს, რომ აუცილებელია, რაც არ უნდა მძიმე იყოს ბავშვის მდგომარეობა, მის გვერდზე მშობლის, დედის არსებობა. თუ კი ცხადია დედა ამისთვის მზად არის, თუ კი ეს მისთვის სტრესია და ხელს შეუშლის მომსახურებას, ცხადია მაშინ არა, მაგრამ როცა ეს ორივესთვის სასარგებლოა, აი რაც სასარგებლოა, რაც კარგია პაციენტისთვის, ისე უნდა იყოს სისტემა ორგანიზებული და შექმნილი. ბატონო გივი, აი პრობლემის არს რომ უფრო მეტ სიღრმეზე ჩავყოთ, თქვათ, რამდენად ხშირია შემთხვევები, როდესაც პაციენტისა და სამედიცინო დაწესებულებების, თქვათ, უთანხმოების თემა სხვა, თქვათ, სივრცეში მიდის მერე უკვე განხილვას, თქვათ, იგივე, თქვათ, ჩივილი თუ არის, თქვათ, სასამართლო პროცესები თუ იმართება, რამდენად არის ამ ხრივ, თქვათ, სტატისტიკა, ესეთი თვალშისაცემი. როგორც მოგახსენეთ, ჩვენთან ფუნქციონირებს პაციენტის უფლებების ხელი ხაზი და ჩვენ გარკვეულწილად გვაქვს ეს ინფორმაცია, თუმცა ჩვენ არ ვფლობთ სრულ ინფორმაციას სასამართლო შემთხვევების თაობაზე. ერთი რამ დანამდვილებით შეიძლება ითქვას, რომ სიხშირე, როდესაც მესამე მხარეს მიმართავს პაციენტი, გაიზარდა. და ამ ფონზე ჩვენ სწორედ იმის მიღწევა გვინდა, რომ ეს ტენდენცია არ წავიდეს იმ მიმართულების, რომ გაცივდეს ურთიერთობა აი ამ მხარეს შორის და თანამშრომლობა დაიკარგოს. აქედან გამომდინარე, ჩვენი კრიტერიუმი ერთ-ერთი პაციენტსა და მიკეთრ განსხვავებული კლინიკის საწოდების მიანიჭებისა იყო ასეთი, რომ დაწესებულებას უნდა ჰქონდეს მსხვერპლის სისტემა წერილობით, რომელიც ხელმისაწვდომი იქნება პაციენტისათვის, როგორი არის დაწესებულებაში უკმაყოფილო პაციენტის საჩივრის განხილვის პროცედურა. აი ეს წერილობითი პროცედურა სასარგებლოა ერთი მხრივ პაციენტისთვის, მან იცის როგორ მოიქცეს, როგორ მოაგვაროს თავის პრობლემა და მეორე მხრივ სასარგებლოა თვით დაწესებულებისთვის, იმიტომ რომ ეს ხელს უწყობს ეგრეთ წოდებულ ადგილობრივ მოგვარებას. ადგილზე გადაწყვეტას პრობლემისა. შესაბამისად, დაპირისპირება მცირდება და საჩივარი, რომელიც სხვადასხვა ინსტანციას აღწევს, უფრო და უფრო მცირდება. ეს კარგია სახელმწიფოსთვის, განვითარება სისტემები, ეს კარგია სასამართლოსთვის. გასაგებია, აი როდესაც რაღაც პრობლემასთან გვაქვს საქმე, ვთქვათ, გარკვეული ტიპის საჩივარი არსებობს, ხო, ძირითადად ვთქვათ, ხელხაზე რეკავს ადამიანი, განაწყენებული პაციენტი და, თქვენ იღებთ ამ ინფორმაციას. თუ არსებობს ეგრეთ წოდებული სადამსჯელო, ვთქვათ, რაღაცა ეტაპები, მუშაობა თუ მიდის ამ ხრივ, ან როგორ მთავრდება, ვთქვათ, ეს განაწყენება, მხოლოდ ტელეფონზე საკუთარი აზრის გაზიარებით, ვთქვათ, თუ რაღაცა დამატებითი ბერკეტებიც არსებობს. მადლობ, მე ერთ იმას ვიტოვებ, რომ თქვენ კიდევ მოგვიწევთ ეთერში და აი ამ სანქციებზე, რაც არსებობს ჩვენს ქვეყანაში და გათვალისწინებულია ჩვენი კანონმდებლობის სისტემას, არსებობს ამის სპეციალური საბჭო არის პროფესიული განვითარების საბჭო, შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში არის რეგულირების სააგენტო. დღეს მაინც პაციენტსა და ექიმის დღე არის და ჩვენ ამ დადებით მოტივებზე ვისაუბრებთ. თუმცა მოგახსენებთ, რომ არის ეს მექანიზმი, პაციენტების ნაწილი ითხოვს, რომ თვლის, რომ ექიმის კვალიფიკაცია
ან პროფესიონალიზმი ნუიტყვით მხოლოდ და მხოლოდ სამედიცინო საკითხებზე, არამედ მისი დამოკიდებულება პაციენტის მიმართ არ შეესაბამება მის პროფესიას, ექიმობას, არა? ისინი თხოვენ მათი სტატუსის დროებით შეჩერებას, ან ზოგი თვლის რომ უნდა ჩამოერთვას. ასეთი ფაქტები არის, ამას განიხილავს შესაბამისი ორგანო, როგორც მოგახსენებთ, არის საექიმო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტო, შესაბამისი საბჭო იღებს გადაწყვეტილებას, მაგრამ ჩვენი მიზანია სწორედ რომ ერთი მხრივ სამედიცინო პერსონალის მოტივაციით, მეორე მხრივ პაციენტების დაინტერესებით თანამშრომლობა იმდენად ეფექტური იყოს, რომ ასეთი შემთხვევების რაოდენობა შემცირდეს. ჩვენი მიზანი არის პაციენტის განკურნება, მათი ჯანმრთელობის შენარჩუნება, მისი მიღწევაც ამ თანამშრომლობით, ამ თერაპიული ალიანსის გარეშე შეუძლებელია. კი ბატონო, და რომ ვისაუბროთ თქვა დამატებით კიდევ სხვა ღონისძიებებზე, რომელიც იგეგმება ზუსტად იმიტომ, რომ პაციენტის უფლებების შესახებ მეტმა გაიგოს. თვითონ ამ კამპანიის განმავლობაში შეხვედრების გარდა ყოველგვარი მსვლელობები, რომელიც ჩვენი გუნდის სხვადასხვა წევრებმა დაგეგმეს, რომლებიც პროფესიონალები არიან, მედია კამპანიაში ჩახედულები არიან და ჩვენ უფრო სხვანაირი გამოცდილება გქონდა ერთიერთზე შეხვედრები დაუშვათ პუბლიკაციები. აღმოჩნდა რომ ძალიან ეფექტურია ეს მეთოდები. კერძოდ ახალგაზრდებთან შეხვედრა, ინფორმაციის გავრცელება, სხვადასხვა ატრიბუტიკის გავრცელება და ამის გაგრძელებას ვაპირებთ. დღეს რუსთაველის გამზირის მსვლელობა მოეწყობა. იქნება შეხვედრები და არიგებენ ახალგაზრდები ბროშურებს, ინფორმაციას პაციენტის უფლებების თაობაზე. ამას გარდა ჩვენ ძალიან აქტიურად სარგებლობს მოქალაქეები ჩვენი სოციალური ქსელით, ვებგვერდით, ჩვენ გვაქვს უკავშირის ფორმა, განთავსებული გვაქვს ძირითადი უფლებები, უფრო ღრმა ტექსტების, ასე რომ თუ კი დაინტერესდება, თუ მოტივირებული ადამიანი დღეს ამ ინფორმაციის მიღების საშუალება არსებობს და თუ პასუხი ვერ მიიღო, ყოველთვის შეუძლია დარეგოს პაციენტის უფლებების ცხელხაზე 203-003. კი ბატონო, და ბოლოს, თუ საუბრობთ პაციენტის უფლებებზე, ბუნებრივია მედალს ორი მხარე აქვს და ექიმსაც აქვს და სამედიცინო პერსონალსაც თავისი უფლებები, აი ამ უფლებებს ვინ იცავს, თქვათ. და რამდენ შესაძლებელია, რომ თქვა თუნდაც აი ამ დღის აღნიშვნის თვალსაზრისით თქვენ თქვით რომ ზუსტად ეს ჰარმონიაზეა ლაპარაკი, რომ სწორედ ექიმების თქვა უფლებებზეც მოხდეს საუბარი. ამ მიმართულებით თუ ფიქრობთ თქვა თქვენს აქტივობებს. სამედიცინო პერსონალს აქვს უფლებები, მაგრამ მე მაინც ხაზს გავუსვამდი, რაც ეს აღნიშნული არის კიდევაც ჩვენი საქართველოს ექიმის ეთიკის კოდექსი, ასეთი დოკუმენტი გვაქვს 2003 წელს მიღებული, ძალიან საინტერესო დოკუმენტი, სადაც აღნიშნულია, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ექიმის სამუშაო გარემო, არის კანონი საექიმო საქმიანობის შესახებ, სადაც წერია, რომ ადეკვატური ანაზღაურება ძალიან მნიშვნელოვანია ექიმისთვის და პირიქით ახლა მე თვითონაც ექიმი და მედიკოსი გახლავართ. ვფიქრობ, რომ პირველი ნაბიჯი მაინც მედიკოსებმა უნდა გადადგა. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ზრუნავთ ჩვენს უფლებებზე და უნდა ვიზრუნოთ კიდევაც. ჩვენი ნაბიჯი აი თანამშრომლობისკენ მაინც უფრო მნიშვნელოვანი უნდა იყოს. ამიტომ ჯერ ჩვენ მაინც ჩვენს მედიკოსების კი ჯერ პაციენტის უფლებებზე საუბრობთ და მერე ჩვენს უფლებებზე. გასაგებია. ძალიან დიდი მადლობა საინტერესო საუბრისთვის, ბატონო გივი, მე წარმატებები მინდა ვუსურვო ამ იდეას, ბუნებრივია თქვენს. კიდევ ერთხელ შევახსენებ მსმენელს, რომ ჩვენი სტუმარი გახდათ გივი ჯავაშვილი, ბიოთეკის საზოგადოების თავმჯდომარე. სწორედ დღეს ამ საზოგადოების ინიციატივით პაციენტისა და ექიმის დღე აღინიშნება, შესაბამისად, პირველად ჩვენს ქვეყანაში, სწორედ პაციენტისადმი კეთილგაწყობილი კლინიკები გამოვლინდებიან, ჩვენ გქონდა შესაძლებლობა ჩაგვერთო სწორედ ასეთი ერთ-ერთი სამედიცინო დაწესებულების წარმომადგენელი. ამით დილის გადაცემა დღეს სრულდება. ჩვენ გემშვიდობებით ხვალამდე, ხვალ ნინოს დღეა. მისი სტუმარი იქნება ჩვენი კოლეგა თეიკო ანჯაფარიძე. მან ძალიან საინტერესო ელექტრონული წიგნი გამოსცა იტალიური ეზოს ამბები. ასე რომ დაელოდეთ დილას, რომელიც 8 საათზე იწყება და რომელსაც დილის 3-ის რო ქვია რადიო იმედის ტალღებზე. მომავალ მოსმენამდე გემშვიდობებით ნახვამდის. თქვენ იმყოფებით დილის სამინისტროში. დილის სამინისტრო, მდგრადი გართობა დემოკრატიული საქართველოსთვის.